გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. ჩვენ პერიოდულად ვეხებით ეკლესიაში მოდერნიზმის საკითხს, იგივე სიახლის შემოტანის საკითხს. ეს პრობლემა პირველი ეკლესიიდან, პირველი დროიდან ეკლესიის უკვე მოდის, თუმცა იმ პერიოდში, როდესაც შემოდიოდა ახალი სწავლებები, განახლებები, ამას წმინდა მამები, მოციქულები ხდებოდნენ კრებსითად, ინიშნებოდა კრებები და შესაბამისად ხდებოდა სწორი გადაწყვეტილებების მიღება ღვთისწყალობით და ღვთის მადლით. ბოლო პერიოდში, უკვე ახალ ეპოქას, რასაც ჩვენ ვეძახით, ჩვენ ვიცით, რომ ეს მსოფლიო კრებები აღარ არის. შესაბამისად, სფარული სნეულებები, სხვადასხვა სწავლებების სახით ღვთისმეტყველებაში, ფილოსოფიაში, ზოგადად ნებისმიერ საკითხში ეკლესიის შემოიჭრა და ეს პრობლემა სულ უფრო და უფრო ვითარდება. მოდერნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ანუ ამ სიახლის განახლებების წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად გახდა რამდენიმე გამოჩენილი ადამიანის ხვედრი იგივე გასულ საუკუნეში, მე-20 საუკუნეში, როდესაც ჩვენ საუბრობთ ბოლო პერიოდს, და ასევე 21 საუკუნეშიც რამდენიმე ადამიანი, ზოგადად ამ პრობლემის შესახებ ფუნდამენტალურად არავის არ უმუშავია. მაგალითად გამოვარჩევდით მე-20 საუკუნეში პირველ ყოვლისა იოანე კრონშტადტელს, წმინდა იოანე კრონშტადტელს, თეოფანე პოლტაველს, ასევე საზღვარგარეთის ეკლესიაში მოღვაწე ამბერგი ტაუშელს, ღვთელთავარს და ღვთელმონაზონ სერაფიმ როუზს. ჩვენთან გამოვარჩევდით აუცილებლად არქიმანდრიტ რაფაელს, არქიმანდრიტ ლაზარეს და რამდენიმე ადამიანს კიდევ, რომელიც მუშაობდნენ ამ თემებზე, თუმცა ეს იყო ძირითადი ის ადამიანები, რომლებმაც წამოჭრეს ეს საკითხები, დაინახეს დიდი პრობლემები ეკლესიაში, მოდერნიზმის სახით, განაახლების სახით, ანუ მთავარი პრინციპის საწინააღმდეგო პრობლემა დაინახეს, რომელიც ეკლესიაში, ანუ არაფერს არ უამატებთ, არაფერს არ უაკლებთ წმინდა სწავლებას, ამიტომ იმ ტრადიციის წინააღმდეგ ბრძოლას უწოდება მოდერნიზმი ეკლესიაში, რაც არის დადგენილი, ეკლესიის უცდომელობის წინააღმდეგ ბრძოლა არის, როგორც ორგანიზმის და ახალი შემოტანა თითქოს და გაუმჯობესების ხარისხით, ანუ ის რაც თითქოს მოდერნისტების აზრით, რაც ვერ შეძლო ძველმა ეკლესიამ, ის ჩვენ უნდა შევძლოთ და უნდა ჩავანაცვლოთ ეს ახალი, რათა გაუადვილდეთ ადამიანებს ეკლესიაში მოსვლა, რწმენაში განმტკიცება და ასე შემდეგ. სინამდვილეში საპირისპირო რამე ხდება და ჩვენ ამას კარგად ხედავთ. და ამას დიდებულად აღწევს არქიმანდრიტ რაფაელი, ის ამბობს, რომ რაც უფრო კლებულობს რწმენა საზოგადოებაში, ცოდნა მართლმადიდებლობისა, მით უფრო დიდი ალბათობა არის, რომ განვითარდეს მოდერნიზმი. და ჩვენ ამ ეპოქაში უკვე ვცხოვრობთ, ნამდვილად კლებულობს ჩვენ ახლა იშვიათად შევხვდებით ადამიანს, ვინც ამაში არ გვეთანხმება, თუმცა არიან ასეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ არა პირიქით რაღაც აღზევებულობა გვაქვს. ჩვენ ვინც სწორად აზროვნებს, სწორი მართლმადიდებისას, სწორი მართლმადიდებლური შეხედულება გააჩნია, ყველა ამბობს, რომ ეს დაქვეითება, ერთგვარი რეგრესი მიმდინარეობს სულიერებაში და შესაბამისად ეს მოდერნიზმი სიახლეების საფუძველიც ჩნდება და არა მარტო საფუძველი ჩნდება, არამედ ეს საკმაოდ ვითარდება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ფარული პრობლემა და ფარული პრობლემა ვითარდება ფარულად, მას არ აღიარებენ როგორც პრობლემად და რას გულისხმობთ ამაში. მართლაც რო დავაკვირდეთ ახლა, ვთქვათ, იგივე ბოლო უახლეს პერიოდი საქართველოს ისტორიიდან რო ავიღოთ, ახლა მამა რაფაელმა მაგალითად, როდესაც დაიწყო ამაზე საუბარი, ჩვენ ვიცოდით, რომ ვთქვათ, იყო მოდერნისტები, ვთქვათ, იყო ოსიპოვი, კურაევი, ბოლოს უმენსკი, ასევე აქეთ ზიზიულასი და სხვები და შესაბამისად და სხვებს ახლა არ ახსენებს მამა რაფაელი, შემდეგ უკვე დაუძლურდა ასაკიდე გამო და შესაბამისად არავინ ამის შესახებ, ინდივიდების შესახებ, რომლებიც ჩართული იყვნენ და მათი სწავლების გამზიარებლები იყვნენ ეკლესიაში, მათ შესახებ არავინ არ საუბრობს. შესაბამისად თითქოს პრობლემა გაქრა, ანუ მოდერნიზმი თითქოს არ არსებობს და აქ გამოჩნდა ზუსტად
ერთგვარი თავისუფლება ბრჭყალებში, სადაც შეიძლება უკვე ნებისმიერი რამე ილაპარაკოთ. თანაც ისე დაისვა საკითხი და ისეც ავიდა, რომ თუ მოდერნიზმი ცუდია და ბევრმა აღიარა ანალიზი რომ გაიგო მოდერნიზმის სიახლეა და ცუდია, ბუნებრივად ცუდია, ჩვენ ამას არ ვეკარებით, ეს ცუდია, ჩვენ ამას არ ვღებულობთ და ამით შემოიფარგლა თითქოს, მაგრამ შემდეგ უკვე თუ კი ცუდია, ესე იგი ამ ცუდის მიმართ უნდა იყოს გარკვეული რეაგირება, ხო, ეკლესიაში. ის უნდა იყოს დაგმობილი, ის უნდა იყოს თქვათ თუ მოდერნისტია მღვდელი და თუ ნებისმიერი სასულიერო პირი და თუნდაც ერისკაცი ახალი სწავლება შემოაქვს და ამას ამკვიდრებს ეკლესიაში, თუნდაც მცირე ჯგუფში ის პრობლემას წარმოადგენს, ეს უნდა იყოს გაფრთხილების საგანი და მაგრამ ეს არ ხდება, ხო? ჩვენ ხედავთ რომ თუ პირადი შეურაცხყოფა არ არის, არავინ არ იზრდება. შესაბამისად ეს თავისუფლება, რომელიც უკვე აღნიშნეთ, ეს თავისუფლება ბრჭყალებში განვითარდა, ყველას მიეცა საშუალება ილაპარაკოს, რაც უნდა, ოღონდ ადამიანს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, ხო? ანუ შენ ერთგვარად ვითარდები, ხო, რაღაცნაირად, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ იშვიათად პირდაპირ ერეტიკული სწავლებები გვესმის ჩვენ. და რა ხდება ამ დროს? ანუ თავისუფლება შესაბამისად მოდი ყველა ლაპარაკობს რაც მას სურს, ხო, ვითარდება ეს მოდერნიზმის სხვადასხვა მიმართულებით, გნებავთ მემარჯვენე მოდერნიზმი, გნებავთ მემარცხენე, იქ ეთნოპოლიტიზმიც ჩართულია, სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დემაგოგები არიან და სხვა არაფერი, რაღაც სიახლეებით შემოდიან ეკლესიაში და ყველა დუმს, იმიტომ რომ ყველას აქვს უფლება თითქოს თქვას, მაგრამ უცხო სწავლებით, რომელიც არ არის ქრისტიანული და მართლმადიდებლური, რომ ღმერთ შეურაცხყოფას ვაყენოთ, ეს თითქოს არავის აღარ აწუხებს, ხო? ჩვენ ასევე თითქოს არავის არ აწუხებს ის შეურაცხყოფა, რომელიცაც განიცდის რიგითი მრევლი, წესიერი, პატიოსანი ადამიანები, მორწმუნე ადამიანები, რომლებიც ამას ყოველივეს ისმენენ და ხედავენ, რომ არავითარი რეაგირება ამაზე არ ხდება, რომ გარკვეული ჯგუფები თუ ორგანიზებული თუ არაორგანიზებული ადამიანები რაღაცას სწავლებებს გვთავაზობენ ეკლესიაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას. ამრიგად ჩვენ მივიღეთ ეს მდგომარეობა, ანუ ფაქტობრივად ამას დაარქვეს მართლმადიდებლობა, რომელიც არ არის მართლმადიდებლობის გარეშე ფაქტობრივად. ანუ ეს ახალ დროებაში შემოვიდა ეს სცენი, რომელიც ძნელად შესამჩნევია და ყველაზე მთავარი რა არის, ხო, მამა რაფაელი რო ამბობს, რომ სულიერი დაქვეითება სადაც არის, იქ პირველ ყოვლისა ჩვენ გულისხმობთ ასევე და ისიც გულისხმობს, რომ ცოდნა მოიკლო მართლმადიდებლობის, ხო? თუ კი ცოდნა არ არის სწორი მართლმადიდებლობის, შესაბამისად სწორი მართლმადიდებლობა იოლად ვითარდება. ეს ერთი. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ხედავთ, რომ შემოვიდა უკვე თავად მოდერნისტული სწავლება ეკლესიის სწავლების სახელით და ადამიანებმა განსაკუთრებით ახალ ლიბერალურ ეპოქაში, მე ასე გამოვარჩევდი განსაკუთრებით ბოლო 20 წლეულში, უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, შეისწავლეს მართლმადიდებლობა მოდერნისტული სულისკვეთებით. ანუ უკვე განმაახლებლური მართლმადიდებლობა, რადგანაც ეს თავისუფლება წიგნების ბეჭდვა, ეს ნებისმიერი რამის ბეჭდვა, რომელიც მიღებულია ფაქტობრივად და როგორც მართლმადიდებლური სწავლება, შემოვიდა ეკლესიაში და ადამიანებს სხვანაირად არც ესმის. გარდა ამისა, უცოდინარობამ მართლმადიდებლობის უცოდინარობამ გამოიწვია ის კიდევ ერთი ესეთი ფენომენი, უცნაური ფენომენი, ეკლესია გახდა, დიახ, ეს ყველას არ ეხება, თუმცა ეკლესია მრევლი გახდა უფრო არა ქრისტეს ცენტრული, სადაც მიმართულება იქნება ქრისტეს სწავლებაზე, არამედ უფრო ეგოცენტრული, სადაც პირველი პირი და მთავარი პირი არის სასულიერო პირი, რომელსაც უსმენენ. ანუ ერთადერთი წყარო შემეცნებისა, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მართლმადიდებლობისა ხდება მღვდელი და თუ ისიც არ ქადაგებს სწორ მართლმადიდებლობას, შესაბამისად ეს სივრცე წარიელი რჩება და უბრალოდ შენ როდესაც უკვე ესაუბრები ადამიანს ან რაღაცა საკითხი ისმება, იქ არ მოდის შედარება, სწავლება, რომელი იყო სწორი, ანუ წმინდა წერილთან შედარება, ან კრებსითი აზრი როგორი იყო მამების, არამედ როგორია ჩემ მამაოს აზრი, ასე მარტივად რო ვთქვათ, ხო? მას ახსენდება ეს და თუ ჩემმა მამაომ ესე თქვა, ესე არის ჭეშმარიტება. დაახლოებით ამ დონეზე ვართ დასული მართლმადიდებლობაში, სადაც უმთავრესი წყარო, უმთავრესი სიმდიდრე
მართლმადიდებლობის არ არის გაზიარებული და არ არის დაყენებული სწორად. ანუ უფრო ეგოცენტრული გახდა ეს მიმართულება. ეს საზოგადო პრობლემა, რომელიც ჩამოყალიბდა მართლმადიდებლობაში, ბევრი ამას უკვე აღიარებს და სამწუხარო რეალობაში უკვე ჩვენ ვიმყოფებით. ეხლა მეორე კითხვა და მთავარი ალბათ უკვე რა უნდა აკეთოს ადამიანმა მორწმუნემ, ამ შემთხვევაში ჩვენ ასევე ვიყენებთ ტერმინს ანტიმოდერნიზმი, ანუ ანტიმოდერნისტი ვინ არის ადამიანი, ვინც სინამდვილეში მართლმადიდებელია, ოღონდ ამ ახალ ეპოქაში, ხო, ამ ჩვენ დროებაში და ცდილობს შეისწავლოს მართლმადიდებლობა, დაინახოს ეს პრობლემა და უბრალოდ თქვას ამის შესახებ. ანუ არაფერს სასწაულს არ აკეთებს, არაფერს ახალს არ იგონებს, უბრალოდ მართლმადიდებელი ამ ეპოქაში. უბრალოდ მას შეუძლია დაინახოს, ვინ არის ქრისტიანი და ვინ არის არაქრისტიანი ეკლესიაში, რასაც მოდერნიზმი პირიქით აკეთებს. მოდერნიზმი ცდილობს აურიოს ეს ყველაფერი და მორწმუნოს ურწმუნოს არქმევს და ეს ცნებების აღრევას ახდენს ეკლესიაში. მართლმადიდებელი ანტიმოდერნისტი ცდილობს პირიქით ეს რეალური სურათი დაინახოს, შეხედოს ვინ არის მორწმუნე და ამის გარჩევა მოხდეს და ეს ვალდებულებაც აქვს მართლმადიდებლს. სხვა შემთხვევაში ის უბრალოდ ვერ გაერკვა მართლმადიდებლური და არამართლმადიდებლურ სწავლებას უნდა არჩევდეს მართლმადიდებელი. ანუ მთელი არსი მართლმადიდებლის ეს არის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცის აზრზე შენ შეგიძლია იმოქმედო, ან რამე შეცვალო, შენ ვერაფერს ვერ ცვლი და ეს რეალობაა და შენ მიზანიც არ უნდა იყოს. არც არავინ გთხოვს სინამდვილეში, რომ შენ რაღაც შეცვალო, პირდაპირ მნიშვნელობით განსაკუთრებით ეს ერის კაცებს, იმიტომ ვერ შეცვლი, იმიტომ თუ ადამიანს არ აქვს სიყვარული მართლმადიდებლობისა, სიყვარული ჭეშმარიტებისა, სწორი ტერმინი რომ ასევე რო გამოვიყენოთ, რასაც იყენებენ თანამედროვე მამები, შენ ვერ დააძალებ შეიყვაროს ჭეშმარიტება, ხო, მას არ უყვარს ეს ჭეშმარიტება, შეიყვაროს სიცრუე და ასეთი fake თანამედროვე ჟარგონი რო გამოვიყენოთ, ხო, ეს fake მართლმადიდებლობა უფრო შეიყვარა, ესეთი ფანტასტიკური მართლმადიდებლობა შეიძლება უფრო მოწონს, ეს აზრები უფრო მოწონს, ან ქვეყნიური რაც არის უფრო მეტად მოწონდეს და შესაბამისად შენ უკვე ეს დემონაზონ სერაფიმ როუს უყარდა ტერმინის გამოყენება, ანუ არომატი მართლმადიდებლობის უკვე დაკარგულია და ამ არომატს ვერც გრძნობს ასეთი ადამიანი, შენ ელაპარაკები მას შეიძლება მართლმადიდებლურ სწავლებაზე, მაგრამ მისთვის ეს მიუღებელი, იმიტომ რომ მან უკვე ისწავლა არასწორად, შესაბამისად ეს დიდი ყრული უკვე სინამდვილეში გაჩნდა და ეს ერთ ეკლესიაში მოსიარული ადამიანებს შორის შეიძლება იყოს ისეთი ზღვარი, ისეთი უზარმაზარი, უბსკული და განსხვავება, რომ აი დაუჯერებელი, ხო? იმიტომ რომ პირდაპირ ეჯახება ამ ქვეყნიური, არა ამ ქვეყნიურს და აქ ამიტომაც არის ეს ბზარი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი შესამჩნევი არ არის. შესამჩნევი არ არის, იმიტომ რომ ადამიანებმა არ იციან, რომ ეს პრობლემა არსებობს და რატო არ იციან, რომ ეს პრობლემა არსებობს, იმიტომ არ იციან ეს პრობლემა ამ პრობლემის შესახებ, რომ ამის შესახებ არავინ არ ლაპარაკობს. დღეს თავად მოდერნისტებს იგივე რომ უსმენ პერიოდულად შევისწავლოთ რას ლაპარაკობენ ეს მოდერნისტები, ისინი მესამე პირში ლაპარაკობენ მოდერნიზმზე, თითქოს ეს სხვა სეხება. ხო, ადამიანები, რომლებიც აშკარად გამოირჩევიან ახალი სწავლების შემოტანით ეკლესიაში, ეს იგივე ადამიანებია. ამრიგად ადამიანი, რომელიც უსმენს ამას, ხო, რომელმაც არ იცის, არ შეისწავლა მართლმადიდებლობა, იქ კატეხიზისი არ გაიარა საერთოდ, ვინ უნდა ისწავლოს, საიდან უნდა იცოდეს, ხო? ამრიგად აქ ამ პრობლემას უკვე ჩვენ დავეჯახეთ და ამ რეალობაში ჩვენ ყველანი ვიმყოფებით. რა უნდა ვაკეთოთ? გარდა იმისა, რომ ისე ვაგრძელებთ მართლმადიდებლობის შესწავლას, თანამდებობით, სიყვარულით, შეიძლება თქვა შენი აზრი, რომელიც არის დაფუძნებული მართლმადიდებლურ სწავლებაზე, რომელიც არის ეკლესიური, წმინდანების კრებსითი აზრია და ამით ფაქტობრივად შენ და ცხოვრების წესი ბუნებრივია გაქვს, ამით ფაქტობრივად შენი მოვალეობა, როგორც ქრისტიანის, ასე გარეგნული მიმართ პასუხისმგებლობა, სიყვარულის პასუხისმგებლობა, რომელიც გააჩნია ყველა ქრისტიანს, ფაქტობრივად ამოწურულია, შენ ვერაფერს სინამდვილეში ვერ ცვლი, მაგრამ ერთი რამე უკვე მოხდა ამ შემთხვევაში და ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ არ ვეძებთ ანტიმოდერნისტი, მართლმადიდებელი არ ეძებს რაღაცა შედეგის მიღწევას ამ ქვეყნად მით უმეტეს, რაღაცა გლობალურ გამოსწორებას. ჯერ კიდევ წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი ამბობდა, უკვე მე-19 საუკუნეში ეს უნდა დაივიწყოთ, რა.
ამის შესახებ სრული გამოსწორება არ იქნება და მართლმადიდებლური სულისკვეთება უკვე რეგრესს განიცდის, აი პერიფრას ვაკეთებ და გამოსწორება ფაქტობრივად შეუძლებელი. ასევე მონასტრებს ახსენებს ის. ეს ცნობილი სიტყვებია და მთავარი დარიგება, რომელიც წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვის გვაქვს, შეიცანი ჟამი. ამას გვეუბნება, ანუ ისევ წმინდა წერილზე დაყრდნობით, ანუ ჟამი შეიცანი და მერე თინე მისი გაგება, ანუ რა მოხდა, რა ხდება ამ დროს, იმ პერიოდში, რომელშიც შენ მოღვაწეობ, ხო? ფაქტობრივად აქ რა იგულისხმება და სხვაგან უკვე სხვა წმინდა მამები განმარტავენ ამას. ამ ჟამში სწორედ ეს ადამიანები იგულისხმებენ, ეს ახალი ადამიანები, მოდერნისტი ადამიანები, რომელსაც შემოაქვს ახალი სწავლება. ეს გევალება შენ, როგორც მართლმადიდებლურ ქრისტიანს, შეამჩნიო ეს ახალი სწავლება, დაინახო ეს ახალი ადამიანები და თქვა რომ ეს არ არის მართლმადიდებლური. მორჩა, აქ მთავრდება, შემდეგ უკვე ადამიანები მიიღებენ ამ სწავლებას თუ არ მიიღებენ იმ გავრცელებულ საცდურებს შორის, რომელიც ჩვენს ირგვლივ აყოფს, ეს უკვე ღვთის ღმერთს უნდა მივანდოთ, ღვთის განგებას უნდა მივანდოთ და ფაქტობრივად და ვილოცოთ ამ ადამიანებისთვის, ფაქტობრივად ამით შემოიფარგლება. შეიძლება ეს გარკვეულწილად პესიმისტურად ჟღერდეს, თუმცა პირიქით რეალისტური ხედვა არის, ვისაც აქვს ესეთი ხედვა და უნდა აღნიშნოთ, რომ არც ისე ბევრია ესეთი ადამიანები და უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ ის ადამიანები, ვინც იდეალში ყავს ჩვენ ამ პრობლემის გამჟღავნებლები, იგივე სერაფიმ როუზიც მარტო იყო, ამბერგი დაუშვი, ფაქტობრივად მცირე ჯგუფებთან ერთად, არქიმანდრიტი, რაფაელი, ლაზარე, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჯგუფები ტრიალდნენ, ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იზიარებდნენ ამ სულისკვეთებას, იმ სიძნელეს და იმ ბრძოლაში იყვნენ, ერთეულები იყო ყოველთვის და ესე გრძელდება ეკლესიაში, ეს რაც ადრე იყო ბრძოლა ეკლესიაში ერთეული მამები გამოირჩეოდნენ, იგივე ხდება დღეს ამ ეპოქაშიც, ასევე ერთეული ადამიანები დღესაც აგრძელებენ ამ ბრძოლას, თუმცა ისინი არასდროს არ იქნებიან მიღებული, იმიტომ რომ ეს სოფელი ებრძვის ჭეშმარიტებას, სულისკვეთება ამ სოფლიური ებრძვის ჭეშმარიტებას და ყოველთვის იქნება დაკნინებული ასეთი ადამიანები, სიმრავლე არასდროს არ იქნება, რადგანაც ამაში არ არის ჭეშმარიტება, ხო? მცირე სამწყურო ის რიცხვი, რომელიც გადარჩება ბოლო ეპოქაში, ჩვენ ესე ვიცით, ეკლესიის სწავლების მიხედვით. დღეს შენდობის კვირაა და ყველას გთხოვთ შენდობას, ღმერთი შეგვეწიოს თითოეულ ჩვენთანაც და მომავალ შეხვედრამდე.